მოგესალმებით. ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის აუცილებელი იყო და არის ისეთი ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც მათ მოქმედებებსა და მიზნების მიღწევას ხელს შეუწყობს. ევროკრატების გეგმა მარტივია, საჭიროა ისეთი სატელიტები, ვინც შავ საქმეს შეასრულებენ, ოვერტონის ფანჯრის მეთოდით სხვადასხვა თემებს გაააქტიურებენ საზოგადოებაში და შემდეგ ამ ყველაფერს ლობირებას გაუწევენ. ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური მარიონეტები არ არის საკმარისი. ბუნებრივია, რომ რეალური პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნები დეკლარირებული არსად არ იქნება, ყველგან მხოლოდ ადამიანის უფლებებზე, სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე ან კანონის უზენაესობაზე იქნება საუბარი. ეს უნდა იყოს შირმა პოლიტიკური მიზნებისთვის. დღეისთვის კი ერთ-ერთი პოლიტიკური მიზანი Deep State-ის მიერ მართული ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის არის ევროკავშირში ევროპელების ჩანაცვლება. ამის უამრავი მაგალითია არსებობს და აქ მხოლოდ იმ დანაშაულზე არ არის საუბარი, რაც არალეგალური მიგრაციის შედეგად ხდება ევროპის ქვეყნებში. საუბარია იმაზე, რომ რიგითი ევროპელების ყოველდღიური ცხოვრება იცვლება. თუ კი ადრე ევროპა მაღალი სოციალურ-საზოგადოებრივი სტანდარტით ფასობდა, დღეს ევროპის წამყვან ქვეყნებში თავად ევროპელებს აქვთ ყოველდღიური დისკომფორტი არალეგალური მიგრაციის გამო. თუ კი ამას დავუმატებთ არალეგალური მიგრაციის შედეგად დანაშაულის ზრდას, სრულიად გასაგები გახდება, თუ რატომ იზრდება საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში მემარჯვენე და ანტისაიმიგრაციო განწყობის მქონე პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. საქმე ის არის, რომ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის ჩანაცვლების გეგმა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და 2015 წლიდან განსაკუთრებით აქტიური სახე მიიღო. მაშინვე იყო ეჭვები, რომ არსებობდა სქემა, რომლის მიხედვითაც ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენებოდა მიგრანტების ევროპის ქვეყნებში შესაყვანად. ეს ეჭვები დღეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებად იქცა. იტალიაში დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც უკანონო მიგრანტების ხელშეწყობას ედავებიან, რათა ისინი ადვილად მოხვედრილიყვნენ ევროპულ კუნძულებზე. თუმცა ეს NGO-ების უკონტროლო მიგრაციულ ქსელში ჩართულობის ერთადერთი მაგალითი არ არის. წლების განმავლობაში ამ სქემაში Deep State-ის დაკვეთით ჯორჯ სოროსის ფონდები არსებით როლს ასრულებდნენ, როდესაც ლიბიიდან კონტრაბანდული გზით მიგრანტების ევროპაში გადაყვანას უწყობდნენ ხელს. ევროპის მასშტაბით სწორედ სოროსი და მისი ფონდი იყო არალეგალური მიგრაციისა და ევროპის საზღვრების უკონტროლო დატოვების ერთ-ერთი ლობისტი. ამიტომაც მოხდა, რომ მისსავე სამშობლოდან სოროსის ორგანიზაცია გააძევეს და მისივე უნივერსიტეტიც დახურეს. გავიხსენოთ, რომ 2018 წელს უნგრეთში სერიოზული სახელმწიფოებრივი კამპანია დაიწყო, რომელიც ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების კიდევ უფრო ძლიერად დაცვას გულისხმობდა. სწორედ სოროსს ადანაშაულებდნენ მაშინ არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში, ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ კამპანიის გატარებასა და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობებში. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ, რა როლი აქვთ NGO-ებს უკონტროლო მიგრაციაში. უკონტროლო მიგრაციული პოლიტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი სისუსტე აღმოჩნდა, რამაც მთლიან კონტინენტს ენით აღუწერელი ზიანი მიაყენა. ეს ყოვლად მავნებლური მიგრაციული პოლიტიკა თავისით რა თქმა უნდა არ გაჩენილა. მას ყავდა დიდი დამკვეთი Deep State-ის სახით და შემსრულებლები ევრომარიონეტების სახით. საბერძნეთში ევროპული მიგრაციული ქაოსის და სუიციდის პროცესში ყველაზე დაბალი რგოლი. ერთგვარი პაიკები გამოიჭირეს და მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. გამოსაძიებელი კი როგორც ჩანს საკმაოდ ბევრია. ჰუმანიტარული, მეტწილად ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების 24 ყოფილ თანამშრომელს ბრალი ედებათ საბერძნეთში მიგრანტების არაკანონიერი შეღწევის პროცესში მონაწილეობის მიღებაში და მათ ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ეჭვმიტანილები ლესბოსის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. მათ საკმაოდ მძიმე მუხლებით წაუყენეს ბრალი, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, ფულის გათეთრება და კიდევ სხვა ბრალდებები. კანონმდებლობით მათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ის რა დღეშიც უკონტროლო მიგრაციამ ევროკავშირი ჩააგდო, ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის. ჩვენ ამ თემაზე ბევრი სიუჟეტი მოგვიმზადებია. ევროპელები ამ არალეგალი მიგრანტების ნაკადებმა და მათმა ნამოქმედარმა ისე გააბრაზა, რომ ისინი ლიბერალურ მთავრობებს წითელ ბარათს აჩვენებენ, მათ პენსიაზე უშვებენ და ამ განუკითხაობის დამთავრებას ითხოვენ. ანუ ეს სერიოზული პოლიტიკური გზავნილია, პოლიტიკური დაკვეთა, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. ამიტომაც ევროპული პოლიტიკური ელიტები ცდილობენ, რომ ისეთი სურათი დახატონ, თითქოს მათ ეს საკითხი ადარდებთ. ბოლო პერიოდში უჩვეულოდ გააქტიურდა ევროპის მესაზღვრეების და დაცვის სააგენტო Frontex-ი, რომელმაც სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების
მიღება დაიწყო და ისეთი ანტურაჟის შექმნა, თითქოს ისინი ევროპის საზღვრების დაცვაზე ზრუნავენ. არადა ეს საზღვრები წლების განმავლობაში ძალიან დაუცველი იყო. 2015 წლის შემდეგ, რაც ევროკავშირმა ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკის დანერგვა დაიწყო და საკუთარი საზღვრები ფაქტიურად ყველას გაუღო. ახლა როგორც ირკვევა, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია უკონტროლო მიგრაციის ხელშეწყობაში იყო გარეული. იტალიურმა პროკურატურამ ერთ-ერთი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის Sea-Watch-ის კაპიტნის წინააღმდეგ დაიწყო საქმის გამოძიება. ამ გერმანული არასამთავრობოს გემი აქტიურად იყო ჩართული ლიბიიდან იტალიურ კუნძულებზე არალეგალი მიგრანტების ტრანსპორტირებაში. აი როგორ ხდებოდა უკანონო ლტოლვილების გადაყვანა ევროპაში. ამ ჩანაწერზე ორგანიზაცია Sea-Watch-ის გემით ხდება მიგრანტების ტრანსპორტირება. Sea-Watch-ი გერმანული ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გაცხადებულად სამაშველო ოპერაციებს ეწევა 2015 წლიდან. მაგრამ როგორც ვიდეო კადრებზე ჩანს, ეს შემთხვევითი სამაშველო ოპერაციები კი არაა. ეს უკანონო მიგრანტების გადაყვანის დაგეგმილი სქემაა, რომლის განმავლობაში ეს ეგრეთ წოდებული აქტივისტები ინსტრუქციებს აძლევენ ლტოლვილებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ. თვითონ ამ აქტივისტებს შავი ნიღბები უკეთიათ და ჰუდები აცვიათ. მიგრანტებს ისინი გასაბერ ნავებზე უშვებენ, მითითებებს აძლევენ და თვითონ დანაშაულის ადგილს ტოვებენ. გზაში კი მტკიცებულებებს ანადგურებენ. გამოდის, რომ ეს ალტრუისტი აქტივისტები კი არ არიან, ვინც გასაჭირში მყოფ მიგრანტებს ეხმარებიან ისინი რომ არ დაიხრჩონ. არამედ ისინი ამ მიგრანტებს წინასწარ ინსტრუქტაჟს უკეთებენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ გადაიყვანონ ევროპაში და რაც შეიძლება მეტი შემოსავალი რომ იშოვონ. ის ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებდნენ ფულს, ყოველდღიურად კანონს არღვევდნენ. ფაქტიურად ტრეფიკინგით იყვნენ დაკავებულები და მათ ამის გამო პასუხს არავინ არ სთხოვდა. ეს კარგად შესწავლილი და დაგეგმილი კრიმინალური სქემა აღმოჩნდა. ასე რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანის უფლებები მხოლოდ ინსტრუმენტია ენჯეოკრატიის ხელში. მათი რეალური მიზანი კი Deep State-ის დავალებების შესრულებაა, რაც არ უნდა ძირს გამომთხრელი იყოს მათი აქტივობა. Financial Times მაგალითად იუწყება, რომ საზღვრის დაცვის სააგენტო Frontex-მა არასამთავრობო ქველმოქმედებით დაკავებული ორგანიზაციები კონტრაბანდისტებთან შეთქმულებაში და ერთობლივ მოქმედებაში დაადანაშაულა. Frontex-მა საკუთარი შეშფოთება კონფიდენციალურ ანგარიში დააფიქსირა გასულ თვეს, სადაც აღნიშნულია, რომ მიგრანტებს კონკრეტულ მითითებებს აძლევენ, სანამ ნავებით გაამგზავრებენ და წინასწარ ატრეინინგებენ თუ როგორ უნდა მოხვდნენ არასამთავრობოების ნავებამდე. გაეროს ლტოლვილების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ამ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთა 70,000-მა ადამიანმა სცადა ლიბიიდან იტალიაში, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. დაღუპულთა რაოდენობა მეოთხედით გაიზარდა და 3,800 ადამიანი შეადგინა. ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე, ევროკომისიის პრეზიდენტი ფრაუ ფონ დერ ლაიენი ახლა ისე ალაპარაკდა, თითქოს მას ეს საკითხი აწუხებს. არადასწორად ის და მისი კოლეგები იყვნენ, ვინც საკუთარი ქმედებებით და გადაწყვეტილებებით ამ უკანონო მიგრაციას ახალისებდნენ. დიახ, არალეგალური მიგრანტების შემოდინების მაჩვენებელი კვლავ კლებულობს. ეს კარგია, ჩვენი პოლიტიკა მუშაობს, თუმცა ევროპელებს შორის იმედგაცრუების განცდაა. წლების განმავლობაში დაგროვილი წნეხი დააწვა წევრი ქვეყნების რესურსებს და მინდა სრულიად მკაფიო ვიყო, რომ ჩვენი წესებიც ძალიან მკაფიოა. ლეგალური მიგრაცია მისასალმებელია და ჩვენის უფრო მეტად დაგვჭირდება, მაგრამ არალეგალური მიგრაცია მიუღებელია და ჩვენ ვერ შევეგუებით კონტრაბანდისტებსა და ტრეფიკერებს, რომლებიც ჩვენი წესების წინააღმდეგ მოქმედებენ. და არსებობს განცდა, რომ ჩვენი წესები ყოველთვის არ სრულდება. ასე რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიღონოთ რამე ამის წინააღმდეგ. ის რომ წესები არ სრულდება, იმის ბრალია, ვინც ამ კანონების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი. აღმასრულებელი ხელისუფლებები ევროპის მსხვილ ქვეყნებში სისუსტით გამოირჩევიან და Deep State-ის მიერ შემუშავებულ გეგმას მიყვებიან. ძნელი წარმოსადგენია, რომ აღნიშნული მმართველობის პირობებში ევროკავშირში მიგრაციულმა წესრიგმა დაისადგუროს, როდესაც ცალკეული ქვეყნები სრულად უხსნიან კარებს მიგრანტებს. ასე მაგალითად ესპანეთში სულ ცოტა ხნის წინ პედრო სანჩეზის სოციალისტურმა მთავრობამ 9 მილიონი არალეგალი მიგრანტის დაკანონების პროგრამა ამოქმედა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უსაბუთო და ბუნდოვანი წარსულის მქონე მიგრანტები იმის საშუალებას მიიღებენ, რომ სხვა ევროპული ქვეყნებისკენ აიღონ გეზი. ესპანეთის მთავრობის მონაცემებით ამ პროგრამაში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მოთხოვნა გააგზავნა ლეგალიზაციისთვის. მაგრამ ვინ მოახერხებს ამდენი ადამიანის ნაკადების მართვას ევროკავშირის მასშტაბით, ეს უცნობია. ის ევროპელი პოლიტიკოსები, ვინც მიგრაციული კოშმარის დასრულების ინიციატივით გამოდიოდნენ, ვინც დღის წესრიგში რეიმიგრაციის და დეპორტაციის საკითხს აყენებდნენ, ევროკრატიის მხრიდან პერმანენტული, აგრესიული თავდასხმების ობიექტები ხდებოდნენ. ევროპელი პატრიოტების პოლიტიკური ჯგუფი, სადაც ევროპელი კონსერვატორები არიან გაერთიანებული, ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტიკას უკვე მერამდენი წელია რაც აკრიტიკებს. ჰერტ ვილდერსი, მარინ ლეპენი, ვიქტორ ორბანი, ანდრეი ბაბიში და სხვა მემარჯვენე პოლიტიკური ლიდერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ევროკავშირის მიგრაციულ ექსპერიმენტს. გერმანული AfD, რომელიც ღიად საუბრობს მიგრაციული პოლიტიკის შედეგად გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე, Deep State-ის სტრუქტურების მხრიდან დევნის და თვალთვალის ობიექტიც კი გახდა.
მიგრაცია საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო. პატრიოტების შედეგები არჩევნებზე იმას აჩვენებს, რომ ეს პაქტი, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერაა შემუშავებული, მკვდარია. ევროკავშირი თავის მიგრაციულ პაქტებში ყოველწლიურად ახალ ჩასწორებებს აკეთებს, მაგრამ ერთი პრინციპი ყოველთვის უცვლელია. ამ პრინციპს ევრომარიონეტების სოლიდარობის პრინციპს უწოდებენ. რეალურად კი უკანონობის და დანაშაულის გადანაწილების პრინციპია. ტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები ევროკავშირის ქვეყნებმა ერთმანეთში უნდა გადაინაწილონ თურმე. მოსწონს ეს კონკრეტული ქვეყნების ლიდერებს და იქაურ მოსახლეობას თუ არა. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იგივე deep state ვირუსის პრინციპით ცდილობს მიგრაციული პოლიტიკის გავრცელებას. მათ სურთ, რომ განუკითხაობა და კრიმინალი არა მხოლოდ ევროპული იმპერიის მეტროპოლიაში იყოს, რაც ბრიუსელის მაგალითზე მშვენივრად ჩანს, სადაც ევროპარლამენტიდან რამდენიმე კილომეტრში კრიმინალური ბანდები ურთიერთროლით არიან დაკავებულები. არამედ deep state სურს, რომ მსგავსი მდგომარეობა ევროკავშირის პერიფერიაში სრულად გადააკოპიროს. ევროკავშირის ახალი მიგრაციული პაქტის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წელს შევიდა ძალაში, ევროკავშირის ქვეყნები უნდა დათანხმდნენ მიგრანტების საბაზისო კვოტას 30,000 თავშესაფრის მაძიებელს ყოველწლიურად. თუ სახელმწიფო არ დათანხმდება საკუთარ ტერიტორიაზე მიგრანტების მიღებას და განთავსებას, მაშინ ის ვალდებულია თითოეულ ტოლვილზე ბიუჯეტიდან 20,000 евро გადაიხადოს. აი ამ საკითხზე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის უდიდესი უთანხმოება და განხეთქილება შეინიშნება. უნგრეთს, პოლონეთს და ჩეხეთს არ სურთ, რომ მათ ქვეყნებშიც ისეთი კრიმინალური ბუმი და ტერორისტული საფრთხე იყოს, როგორც ეს დასავლეთ ევროპულ ქვეყნებშია, რაც თავის მხრივ უკანონო მიგრაციით არის გამოწვეული. განახლებული მიგრაციული პაქტის თანახმად საზღვრებზე საბუთების შემოწმება, დეპორტაციის პროცესის დაჩქარება და ლტოლვილების უსაფრთხო მესამე ქვეყნებში გაგზავნის პრაქტიკად შემოდის. არადა როდესაც ამას ევროპელი კონსერვატორები ითხოვდნენ, მათ ჰომოფობებად, რასისტებად და პუტინის მეგობრებად აცხადებდნენ. თუმცა ახლა თვითონაც ანალოგიური ნაბიჯების გადადგმა უწევთ. უკვე არც ურსულა ფონ დერ ლაიენის, არც რობერტა მეცოლასი და არც სხვა ევროინსტიტუტების წარმომადგენლებს ევროპელებს აღარ სჯერათ. როგორც ტრამპი, ასევე ჯეი-დი ვენსი და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ ევროკავშირის დამანგრეულ მიგრაციულ პოლიტიკას. ყველაზე დიდი საფრთხე ევროპაში დავიტყოდი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. სულ რაღაც ერთი თვის წინამდე არის ის, რომ დასავლეთის ლიდერებმა საკუთარ ქვეყნებში მილიონობით შეუმოწმებელი უცხოელი მიგრანტის შემოშვება გადაწყვიტეს. ეს არის უდიდესი საფრთხე ევროპისთვის და მართალი გითხრათ, კვლავაც მთავარ საფრთხეთ რჩება ამერიკისთვისაც. დიახ, ჩვენ წინ ტრამპის მმართველობის 4 წელი გვაქვს, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, დემოკრატები ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე კვლავ იმავეს შეეცდებიან. ჩვენ ვერ აღვადგენთ დასავლურ ცივილიზაციას. ფეხზე ვერ დავაყენებთ შეერთებულ შტატებს ან ევროპას, თუ ნებას დავრთავთ მილიონობით შეუმოწმებელ იმიგრანტს, ჩვენს ქვეყნებს მოაწყდნენ. ეს უნდა დასრულდეს. საქმე იმდენად დაიძაბა, რომ თეთრმა სახლმა ევროპა ტერორიზმის წახალისებაში დაადანაშაულა და ტერორიზმის ინკუბატორად მონათლა. 16 გვერდიან დოკუმენტში, სადაც უსაფრთხოების გამოწვევებზეა საუბარი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატების მხრიდან ყველაზე ხისტი და მკაცრი ტონი ევროპის მიმართ ისმის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მტრულად განწყობილი ორგანიზებული დაჯგუფებები ბოროტად იყენებენ ღია საზღვრებსა და თამდევ გლობალისტურ იდეებს. ამ უცხო კულტურის ექსპანსია და ევროპული კურსის უცვლელობა ტერორიზმის ზრდის გარანტია. ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებით დატვირთული, სამხრეთ ევროპისკენ მიმავალი კასაბერი ნავები ევროპული ცივილიზაციის დაცემის ყველაზე სამაგალითო გამოხატულებად იქცა. ის, რაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ხდება, პოლიტიკურ ტრილერს და დრამას ჰგავს. ყოველდღიურად 10,000-ობით ადამიანი ცდილობს ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპის სამხრეთ ნაწილში შეღწევას. ხანდახან იტალიურ კუნძულებზე, ხანდახან ბერძნულ კუნძულებზე, ხანდახან კი ესპანურ კუნძულებზე. ეს პატარა იტალიური კუნძული ლამპედუზაა, რომელიც ბევრ ადამიანს არც ეცოდინებოდა, რომ არა ის მასიური უცხოტომელების შემოსევა, რაც აქ ხდება. მხოლოდ 2022 წელს ლამპედუზაზე 105,000-მა არალეგალმა მიგრანტმა შეაღწია, რაც აბსოლუტური რეკორდი იყო. ეს კუნძული კრეტაა, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. ბერძნული ცივილიზაციის აკვანი, ერთდროს ცნობილი ტურისტული მიმართულება, ახლა უკანონო ტოლვილების მიღების ერთ-ერთ ცენტრად იქცა. მიგრანტების სიმრავლის გამო ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს სპეციალური ბანაკები გახსნას. ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის. მოდიან და გვეჭრებიან, ჩვენი ქვეყნის იმიჯს აფუჭებენ. ქალები და ბავშვები მაინც იყვნენ, კიდევ გაიგებდა ადამიანი, მაგრამ აქ ჩამოდიან და რას ითხოვენ? ომი გველოდება? ჩვენს დაპყრობას აპირებენ? არ ვიცი. ტურისტები კრეტაზე მიგრანტებმა ჩაანაცვლეს. ეს ცუდი რეკლამაა. ტურისტები აქ იმიტომ ჩამოდიან, რომ ნავით გაისეირნონ. სანაცვლოდ კი ნაპირზე გადმოსულ არალეგალ მიგრანტებს ხედავენ. ეს უსიამოვნო სანახაობაა და ჩვენს რეპუტაციას ლახავს. 2026 წლის დასაწყისში უკანონო ტოლვილების სიმრავლით შეწუხებულმა საბერძნეთმა ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც დაჩქარდა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის განხილვის და დეპორტაციის პროცესი. ასევე უფრო მკაცრი და ოპერატიული ნორმები მიიღეს იმ ტოლვილების დასაპატიმრებლად,
უბრალოდ, ვინც დეპორტაციას გაურბის. ის ორი ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც უკონტროლო მიგრანტები ევროპაში შეღწევას ცდილობენ, იტალია და საბერძნეთი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უჩივის და მათ დაპატიმრებას ითხოვს. საქმე ეხება ათეულობით NGO-შნიკს. მათ იმას ედავებიან, რაც ჩვენ არაერთხელ აღვინიშნავს. უკონტროლო მიგრაციას ახალისებენ, ხელს უწყობენ. ეს Deep State-ის მიერ შემუშავებული სქემაა და უკვე ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც უხვადაა. ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ ყველა დამნაშავეს დაიჭერენ, მაგრამ უკვე პრეცედენტულად ეს საქმეები მნიშვნელოვანია. გასულ წელს 35 ადამიანის წინააღმდეგ იყო გამოძიება დაწყებული, სადაც ანალოგიურ დანაშაულს ედავებოდნენ. მაშინ სამი მოსამართლისგან შემდგარმა ლესბოსის სასამართლომ საქმის გამოძიება არ გააგრძელა და ეს პირები დამნაშავედ არ აღიარა, არასაკმარისი მტკიცებულებების საბაბით. არადა ბერძნული პოლიცია ამტკიცებდა, რომ ეგრეთ წოდებული აქტივისტები საზღვაო სიგნალების მონიტორინგს ახდენდნენ და დაშიფრულ მესენჯერებს იყენებდნენ კონტრაბანდისტების ნავების მდებარეობის შესახებ შეტყობინების მისაღებად. ამჯერად შესაძლოა დამნაშავეები თავისუფლების აღკვეთას ვეღარ გაექცნენ. მაგრამ ევროპული მიგრაციული პოლიტიკა ისეთ სულ დღეშია, რომ რამდენიმე დაპატიმრებით სურათი რა თქმა უნდა არ გამოსწორდება. საჭიროა რადიკალური და სისტემური ცვლილებები. ამის მიღწევა არსებული მთავრობების პირობებში კი შეუძლებელია. ამიტომაც ევროპელები პირველ რიგში იმას ცდილობენ, რომ კონსერვატიულ პარტიებს დაუჭირონ მხარი, ვინც უკანონო მიგრაციას კარდინალურად დაუპირისპირდება. არალეგალური მიგრაცია ევროპის ქვეყნებისთვის უკვე იმდენად დიდი პრობლემა ხდება, რომ მისი დამალვა აღარ გამოდის. სუდანელი მიგრანტის მიერ ირლანდიელი კაცის დასახი ჩრდება ვერ დაიმალება. ისევე როგორც ჰენრი ნოვაკის მკვლელობა ვერ დაიმალება. ისევე როგორც გაუპატიურებების შემზარავი მაჩვენებელი ვერ დაიმალება. ჩამონათვალი კიდევ ბევრია. როგორც ჩანს, ბრიუსელის ბიუროკრატია ჯერჯერობით გამოძიებების საფარით ცდილობს შედეგს გაექცეს, მაგრამ საბოლოო შედეგი ისევ არჩევნების ყუთებთან დგება. აქ კი ევროკრატების მხარდაჭერა არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.